გამარჯობა სვეტყვი ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი დღის განმავლობაში მომხდარი საინტერესო შოუ ბიზნესური ამბებით. ჯერ ქართველი ვარსკვლავების შემოქმედებას გავაცნოთ, ხოლო შემდეგ გავიგოთ თუ რა საქმიანობენ უცხოელი ვარსკვლავები. მუსიკოსი აჩიკო გულედანი, რომელიც აქამდე ქართულ მუსიკალურ სამყაროში როგორც ჯგუფ მწვანე ოთახის ლიდერი მოღვაწეობდა, ახლა შეიძლება ითქვას შემოქმედების ახალ ეტაპზე გადადის. ქართულ პროდიუსერთა წრეში ამ დროისათვის ის დებიუტანტ წარმომადგენლად შემოიჭრება და მწვანე ოთახის პარალელურად ამ საკმაოდ სერიოზული საქმიანობითაც დაკავდება. ამ საქმიანობამდე კი მუსიკოსი მისმა ბოლო ვიდეოკლიპმა მიიყვანა, რომლის გადაღებებზეც მან ახალგაზრდული კოლექტივი ორჯერ ორი გაიცნო. და მუსიკოსი მოიხიბლა იმით, რომ ჯგუფის წევრები არა მარტო კარგი შემსრულებლები, არამედ კარგი მუსიკოსებიც არიან. აჩიკოს საპროდიუსერო საქმიანობაში მწვანე ოთახის პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი დაეხმარება და მათი აზრით ახალი როკ ჯგუფი ქართულ მუსიკაში არა მარტო მომგებიანი, არამედ ასევე საკმაოდ პოპულარული კოლექტივიც გახდება. ჩვენ ისე შევიქმნით დაახლოებით 3 წლის წინ და უკრავდით მე-6 გიმნაზიაში, სკოლაში ხა. და ვერაზე არსებობს ეს სკოლა და იქ უკრავდით და მე ჩვენ დავუმეგობრდით სალომეს და გადავწყვიტეთ ბოლო დროს გადავწყვიტეთ უკვე რომ ერთი ჯგუფი შეგვექმნა და იქ უკრავდით დაახლოებით 2 წელი. და ეხლა უკვე აქ მოვხდით, შევხვდით აჩიკოს და ესე ვაგრძელებთ ეხლა მუშაობას. ერთი ჯგუფი ვართ ეხლა, ჩავწერეთ ალბომი და მუშაობთ, მივდივართ წინააღმდეგ. კლიპზეც უკვე რაღაც მონახაზი გვაქვს და დაახლოებით ალბათ 2 კვირაში უკვე დავიწყებთ გადაღებას. და შეიცვალა ის, რომ მანამდე თუ იქ რაღაც მე-6 გიმნაზიის სარდაფში უკრავდით და მარტო ჩვენზე ვიყავით დამოკიდებული და ჩვენ დავდიოდით წინ და უკან ვეძებდით შესაძლებლობას, რომ სადმე დაგვიკრა, ეხლა უკვე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ აჩიკო და გიორგიც გვეხმარებიან უკვე ამ საქმეში. არ მოყვე ჩვენი განცდებითოს თოს და მხოლოდ ჩვენ აი იქ არ გავაკეთებ და ჩვენთვის თოს მეკთხო არ წახვიდე შინ ჩემგან შორს არ მოყვე ჩვენი განცდებითოს ადამიანის სცენაზე რო ადის რაღაცა უნდა კონდეს აი რაღაცა არ ვიცი რა ქვია მაგას სცენიურობა ქვია თუ რაღაცას პუბლიკასთან ურთიერთობაში ეხმარება ეს იყო მუსიკა არგი რაც თავარია თვითონ აკეთებენ ყველაფერს. მე რას ვიძახი რომ ეს არ არის თქვათ ხელოვნური ბჭყალებში, ანუ თქვათ სპეციალურად გაკეთებული თქვათ რაღაც ჯგუფისთვის. იმიტომ რომ ესეთ მიმდინარეობას ვერ აი ამ სტილსაც ისინი აკეთებენ. არაფრით არ გამოდის ამ სტილში შექმნა სპეციალურად რაღაცების. თუ არ არის, თუ არის. აი ეგეთი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში იყო რაღაცები, როდესაც ხელის მოკიდება შეიძლება და გაკეთება. შემდეგ კარგად. ქართული შოუ ბიზნესის ერთმა ნაწილმა როგორც იქნა აისრულა დიდი ხნის ნატვრა და საკმაოდ მცირე შემადგენლობით, თუმცა დიდი შემართებით გეზი ახალციხისკენ აიღო. მოკლედ გიგა კუხიანიძის სტუდიაში ვერიკო ტურაშვილი, აჩი ფურცელაძე და თავად გიგა კუხიანიძე იმისთვის შეიკრიბნენ, რომ ერთობლივი გასვლითი კონცერტისთვის მომზადებულიყვნენ. ამათგან როგორც გაირკვა, ვერიკო პირველად მიემგზავრება ახალციხეში, ასე რომ მისთვის ამ გასტროლს ორმაგი დატვირთვა აქვს. ძალიან დიდი ხანია პრინციპში გვინდოდა, რომ რაღაცა საერთო ესეთი მეგობრებს, აი ვინც მივდივართ, გაგვეკეთებინა საერთო კონცერტი და ძალიან მიხარია, რომ ეს შედგა. ზაფხულში ქონა პრინციპში დაგეგმილეს რეგიონებში გასვლა და საერთო კონცერტები, მაგრამ რაღაცა ვერ მოვაბით თავი და ეხა რაღაც ესე გამოგვივიდა, რომ გამოვიდა ეს და ძალიან მიხარია. მივდივართ ახალციხეში, ესეთ ძალიან მეგობრული კონცერტი არის. შევიკრიბეთ მე ვერიკო ტურაშვილი, აჩი ფურცელაძე, ნინო ძოწენიძე და მივდივართ აი რაღაც ძალიან თბილი კონცერტი იქნება, დარწმუნებული ვარ თავიდანვე. და კიდე რა მინდა რომ გითხრათ რომ მე პირადად ძალიან მსიამოვნებს როდესაც გავდივარ და რაღაც კონცერტებია ხომ ძალიან ვერთობით ყოველ შემთხვევაში აი შემოგვიერთდა უკვე ერთ-ერთი კიდე და ფაქტორი კიდევ ერთი ლამაზი საღამო რომელიც შეგვიძლია ვაჩუქოთ ჩვენს მეგობრებს რომლებთანაც ესე კონტაქტი ვერ გვაქვს დროისა და მანძილის გამო და კიდევ შესაძლოა ამ ჯგუფმა მალე გაცილებით დიდი შემადგენლობით კიდევ არაერთი კონცერტი გამართოს თბილისის ფარგლებს გარეთ.
თბილისში უკვე რამდენიმე დღეა ქართველი და შვედი შემოქმედი ადამიანების ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. ეს არის პროექტი, რომლის მიზანია ამ ორი სრულიად განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანების დაახლოება და შეიძლება ითქვას გაცნობა. ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა გამოფენებისა და საღამოების პარალელურად საკმაოდ ავანგარდული კლუბის სახელით ცნობილ კლუბ ბერლინში შვედი პოეტის კარლ ჰოლმკვისტის პოეზიის საღამო გაიმართა, რომელიც საქართველოში წელს პირველად ჩამოვიდა. ლექსების წერა 15 წლის ასაკიდან დავიწყე და ძალიან მიხარია, რომ ახლა ეს შემიძლია თქვენს გაგაცნოთ. ისე მე ძირითადად მხატვრობა უფრო მიტაცებს. ძალიან კარგი პროექტია. ქართველი მხატვრების გაცნობის და მათთან ურთიერთობის კარგი საშუალებაა. ასევე საინტერესოა შვედი მხატვრების წარდგენა. ეს პოეზია, ჩვეულებრივი პოეზია ალბათ არ არის. ეს არის გამოფენის ნაწილი შვედურ-ქართული კულტურის ფესტივალის, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ქარვასლაში და ეს არის ერთი ნაწილი იმ ფესტივალის, რომელიც შემდეგ იქნება ლიტერატურული ნაწილი და კინო. ჩვენ გავაკეთეთ თანამედროვე ხელოვნების ნაწილი და შვედმა პოეტმა თავისი პოეზია იქ მისულ სტუმრებს ინგლისურ ენაზე გააცნო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ნოემბრის ბოლოსთვის ჩვენი დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება. 23-დან 26 ნოემბრის ჩათვლით პირველად საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ოქროს ვარდი თბილისი 2004 ჩატარდება. ამ ფესტივალის ორგანიზატორმა კომპანია Five Lines Production-მა პრესკონფერენცია გამართა. ფესტივალის დღეებში თბილისს 18 სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე უცხოელი სტუმარი ეწევა. ღონისძიება 4 დღეს გასტანს და გარდა საკონკურსო ტურებისა და კონცერტებისა, რომლებიც ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, მოეწყობა საკლუბო ღონისძიებებიც. ფესტივალის გამარჯვებულებს ორი კომპეტენტური ჟიურიში აფასებს. ერთი საერთაშორისო, რომელიც უცხოელი მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული და მეორე ქართული, ჯემალ სეფიაშვილისა და ნანი ბრეგოზის ხელმძღვანელობით. ორგანიზატორთა განცხადებით ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ფესტივალის დღეებში თბილისს ეწევა 40-მდე საპატიო სტუმარი კონკურსში მონაწილეების, ჟიურის წევრებისა და საპატიო სტუმრების სახით. ფესტივალის პირველი ტური და კენჭისყრა გაიმართება 23 ნოემბერს გასართობ ცენტრ მეიდანში, სადაც გაირკვევა თუ როგორი თანმიმდევრობით იმღერებენ მეორე დღეს მომღერლები. 24 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პირველი ტური გაიმართება ფესტივალის გახსნა, სადაც თქვენ ყველანი მოისმენ ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობ ქართულ სიმღერებს, რომელსაც მომღერლები საკუთარ ენაზე შეასრულებენ. მეორე დღეს კონკურსანტები მშობლიურ ენაზე იმღერებენ, ხოლო ფესტივალის მესამე დღეს 26 ნოემბერს გალა კონცერტზე დაჯილდოვდება საქართველოში პირველი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის პირველი გრან-პრის მფლობელი, პირველი ლაურეატები, დასახელდება ასევე მაყურებელთა სიმპათიაც. პირველივე ფესტივალიდან, სადაც მე ვიყავი, ფაქტურად იდეა დაიბადა მაშინ და ამ 10 წლის განმავლობაში ვამუშავებდით ამ იდეას, კეთდებოდა პროექტი. პროექტი ფაქტურად მზად იყო მაშინვე, მაგრამ ვცდილობდით, რომ ჩაგვეტარებინა ამდენი წლების განმავლობაში და ეხლა მოვახერხეთ. ფესტივალის მიზანი არის გავაკეთოთ პოპულარიზაცია, მოვახდინოთ პოპულარიზაცია ქართული სიმღერის და ქართული ტრადიციების. შესაბამისად დავამკვიდროთ საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, მით უმეტეს წელს, როდესაც ესეთი დღეები გველის წინ და შესაბამისად საქართველოს მოხდეს იმ საერთაშორისო ფესტივალების ჯაჭვში და მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალების ჯგუფში, რათა საქართველოსდან მოხდეს ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლების გაყვანა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე და მათი შემდგომი პრომოუშენი.